ახალი სასწავლო წელი თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში განთავსებულია ასევე ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღებასაც შეძლებენ. თელავის მეორე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. მინდა პირველ რიგში მიულოცო სრულიად საქართველოს თელავიდან და თელაველებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში ხვდებიან თელაველი ბავშვები მეორე საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს. ჩვენთვის, ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ზოგადად მთავრობისთვის არის სასკოლო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს შესაბამის პირობებში სწავლის საშუალება. აღნიშნული სკოლა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ჯამში 37 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მათი დახმარებით, რომლიდანაც 5 უკვე დასრულების ეტაპზეა.